პრეზიდენტს არ უკვირს ციხეებში პატიმრების, წამებისა და დაუპატიურების ფაქტები, ის რაც ქართულმა საზოგადოებამ ეხილა ყოველდღე ხდება ამერიკაშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც. ეს განცხადება დღეს სააკაშვილმა ბათუმში უნივერსიტეტის გახსნისას დააკეთა. მას ასევე მიაჩნია, რომ რეაგირება, რომელიც გლდანის მერვე საპროფილში გადაღებულ წამების კადრებზე საქართველოს მთავრობა მოახდინა, დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი არ ექნებოდათ. პრეზიდენტის განცხადებით, ის, ვინც წამების კადრების გავრცელება დააფინანსა, პასუხი უნდა აგოს არჩევნებზე. მისივე მტკიცებით, ამ კადრების გავრცელებით პოლიტიკური დივიდენდების მიღება ჰქონდათ განზრახული, თუმცა ის ამის უფლებას არავის მისცემს. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად მესმის იმ ახალგაზრდების, ვინც აპროტესტებენ ძალადობას, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო კითხვა, რომელიც გუშინ იუსტიციის სახლის გახსნისას დავსვი. ვის უფრო მეტად ანდობთ თქვენ, რომ ქვეყანას გაიყვას საბოლოოდ სამშვიდობოზე? ხატია დეკანოიძეს, ეკას გულაძეს, გიორგი ტუღუშს, თუ გოგა ხაინგრავას და თამას თამაზაშვილს? ვინ უფრო გაიყვას საქართველოს სააშკაროდ? რუსეთის ფულით შემოსული, რუსული კომპრომატით, რუსული მეთოდებით მებრძოლი ხალხი, ვისაც უნდა დაგობროს პუტინის რუსეთში, რომელიც არის უსამართლობის, სადაც ის რაც ჩვენ ვიხილეთ 4 დღეში ხდება ყოველ დღე ყველგან. და ჩვენ ამაზე მოახდინეთ რეაქცია, ისეთი როგორც მოახდინენ, რომელსაც ჩვენზე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები არ მოახდინენ. რატომ მოახდინეთ? იმიტომ რომ ჩვენ უფრო სენსიტიურები ვართ. შეიძლება ბელგიაში ამდენი მინისტრი არ გადაიყენებიათ, არც ამერიკაში. რა თქმა უნდა, ამერიკაში ძალიან ბევრჯერ მოხდარა, ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მოხდარა. ჩვენ იმაზე ჩორწავედით, იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ ამ წარსულიდან, აღარ გვინდა იქ დაბრუნება ხალხო.